მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, Facebook, YouTube და TikTok მაყურებლებო. ეს Business Space-ია, საქმიანი პოდკასტი, სადაც საუბრობთ ბიზნესზე, ისე როგორც სინამდვილეშია. მე კი მისი ავტორი სერგო ასოჯანიშვილი ვარ. როცა ვამბობთ კერხერს, იშვიათად ვფიქრობთ იმაზე, რომ ეს ყველაფერი 1935 წელს გერმანიაში ქალაქ შტუტგარტში ერთი ადამიანით შეიქმნა ალფრედ კერხერით. ადამიანით, რომელმაც შექმნა პროდუქტი, რომელმაც საბოლოო ჯამში შექმნა მთელი ინდუსტრია. საქართველოში ეს ამბავი კიდევ უფრო შორს მიდის და ჩვენთან სიტყვა დაკერხერება ნიშნავს ავტომობილის გარეცხვას, მაგრამ დღეს ავტომობილებზე და მანქანებზე არ ვისაუბრებთ. დღეს ვისაუბრებთ ბრენდზე, რომელმაც რეალურად მთელ ინდუსტრიას მისცა სახელი. და ალფრედ კერხერიც არ ყავს დღეს ეთერში, დღეს ყავს ადამიანი, რომელიც ზუსტად აი ამ გლობალური ბრენდის ფილოსოფიას ავრცელებს საქართველოში. ეს არის ნიკოლოზ ბათირაშვილი. ნიკოლოზ, მოგესალმები. მოგესალმებით. ნიკოლოზი არის კომპანია კერხერის ოფიციალური წარმომადგენლობის საქართველოში გენერალური დირექტორი, რომელთანაც სხვათა შორის მე ძალიან მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები მაკავშირებს და ძალიან ხშირად ხვდებით ჩვენ სხვადასხვა ეთერში, ხო და სხვადასხვა ფორმატებში ნიკოლოზ და კეთილი იყოს შენი ფეხი ამ პოდკასტში. დიდი მადლობა. ნიკოლოზ, დავიწყებ პირველივე კითხვით ესეთით რა, რას ნიშნავს მართავდე გლობალურ ბრენდს საქართველოში და ერთგვარად იყო ამ ბრენდის ამბასადორი საქართველოში. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, პატივია ჩემთვის თქვენთან ვიზიტი. ჩვენ რა თქმა უნდა უკვე დაახლოებით 8 წელს ითვლის ხო ჩვენი პარტნიორობა და მეგობრობა, რაც საამაყოა და მადლობა შენ ამ საინტერესო მოწვევისთვის, საინტერესო ფორმატისთვის, რაც მთავარია და ვიცი რომ ძალიან ბევრი მსმენელი ყავს ამ სივრცეს, გსურვებ წარმატებებს. ეხლა თან საცობებია და ხო და მე მგონი რომ საინტერესო თემებზე ვისაუბრებთ. ეცადოთ ჩვენ და დარწმუნებული ვარ გამოგვივა. გულწრფელად თავისთავად სერგო მოგიხსენებათ საერთაშორისო მე ჩემი გამოცდილება სულ საერთაშორისო კომპანიებში მაქვს ნამუშევარი და ძალიან მიხარია რომ უკვე საქართველოში ვარ ამბასადორი, როგორც ახსენეთ, კი ბატონო წარმომადგენელი და სახე ამ დიდი ბრენდის, რომელსაც ემოციის გარეშე შეუძლებელია უყურო ყოველ დღე თუ როგორ ვითარდება. ამიტომაც გვაქვს პირველი ეს კამპანიის ნაწილი და ძალიან გაამართლა და ნამდვილად ჩვენზე არის ვაუ. იმიტომ რომ ვაუ ემოციას ქმნის ნამდვილად ჩვენი ეს გმირი ტექნიკა. რაც შეეხება იყო წარმომადგენელი, დიდი პასუხისმგებლობა არის. არ გაქვს უფლება მოდუნდე, არ გაქვს უფლება რამე სხვანაირად ანახო შენს ადგილობრივ პარტნიორს თუ მოხმარებელს არ აქვს მნიშვნელობა. შენ უკვე პასუხისმგებლობა გაქვს აღებული ბრენდის წინაშე და რა თქმა უნდა ქვეყნის წინაშე. ამიტომ ძალიან რუდუნებით ვუდგებით ამ საქმეს. 68 გულანთებული კოლეგა მყავს. მათი დამსახურება არის რომ დღეს თამამად ვდგავართ ყველა რეგიონში, ყველა დიდ ქალაქში მოგეხსენებათ კერხერი არის წარმოდგენილი და ცდილობს რომ თავისი სიტყვა თქვას. და ხო, რაც შეეხება თვითონ ბრენდს, ახსენეთ 1935 წლიდან 90 წელი შარშან აღნიშნეთ მთელი სოფლიო მასშტაბით და ხო, ვისაუბრეთ, იმიტომ რომ ვფიქრობ რომ ეხლა აქ ჩვენს მენელს დარწმუნებული ვარ, ბევრად აინტერესებს, ვინ იყო ალფრედ კერხერი, რა უნდოდა, რამ გადააწყვეტინა და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესო ისტორია აქვს, ძალიან საინტერესო და მე ძალიან მივიღე ჩემად და ოჯახური ტიპის არის დღემდე აი ეს მოგეხსენებათ გერმანული კომპანიები, ზოგადად ოჯახური ტიპის კომპანიები და მე ძალიან ვაფასებ. ერთმანეთს ძალიან გვერდში უდგანან. აი რას ნიშნავს ეს ოჯახური ტიპის კომპანია? ოჯახური ტიპის კომპანია ნიშნავს, რომ ეს სოფხედველობა აქვს ჩამოყალიბებული ბავშვობიდან, რომ აი მაგალითად მისი მეგობარი იყო რობერტ ბოში, დაიმლერი და ასე შემდეგ. ანუ ერთი ასაკის ხალხია, რომელმაც ერთი და იგივე პროდუქტი არ შექმნა, ეს ცალკე დასაფასებელი და აღსანიშნავია. მეორე ოჯახებს ასწავლეს, ოჯახის წევრებს ასწავლეს თუ როგორ უნდა ემართათ თავიანთი კომპანია და როგორ ეცათ პატივი იმ ღირებულებებს, რომელსაც მისი წინაპრები ქმნიდნენ. და დღეს ესე იგი შვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილები ყველა დები, ძმები, ანუ მთლიანად ოჯახი არის ჩართული
ამ ბიზნესის კი ეხლაც даже შვილი რომ არის უკვე რო იბადება მომენტალურად წილის მეწილი ხდება კომპანიის რაც მე ვფიქრობ რომ მისაბაძიე ამბავი არის და უკვე ისე აყვარებენ ამ ღირებულებას ასე დავარქმევდი ეს მარტო კომპანია აღარ არის ღირებულება რომელიც თავის სათქმელს ამბობს მსოფლიო მასშტაბით ნიკოლოს, ცოტა რომ იმოგზაუროთ ამ 10 წელიწადში, იმიტომ რომ ახსენე 90 წლის გახდა კერხერი და ესე სიმბოლურად დაემთხვა, რომ საქართველოს წარმომადგენლობა გახდა 10 წლის. და მინდა ცოტა ვიმოგზაუროთ აი ამ 10 წელიწადში, ხო, როგორ იწყებოდა ეს ყველაფერი. იმიტომ რომ როდესაც კერხერი შემოდიოდა საქართველოში, ის უკვე იყო გლობალური ბრენდი და საქართველოში ის გარკვეულწილად რაღაცა იკიდებდა, ხო, ფეხს და როგორ დაიწყო ეს ყველაფერი? ანუ თუნდაც აი გუნდის ფორმირება, ხო? რა მოლოდინები ქონდათ? რამდენად გადააჭარბა იმ მოლოდინებს, რამე სირთულეები თუ იყო? რა თქმა უნდა, ჩვენ ფაქტიურად მithumetes გლობალური კომპანია და საერთაშორისო ყველანაირი რესურსი ქონდა კომპანიას, თუმცა ნებისმიერ ქვეყანაში სადაც შედის, ის არის სტარტაპი. ჩვენ ასე მივიღეთ და მე რო დავიწყე მუშაობა, ეს იყო 2016 წელს, სულ 3 კოლეგა ვიყავით. და ფაქტიურად არაფერი არ ქონდა, არც სისტემა, არც მხარდაჭერა ქონდა, პროდუქტის პრობლემა არ იყო, თანხა ქონდა, მაგრამ პროგრამა და სისტემა და პროცესები უნდა ააწყო ნულიდან. და მე აქედან მონაწილე ვარ ამ სტარტაპის, რაც მიამაყება ნამდვილად და უკვე ნელ-ნელა მოვიკიდეთ ფეხი, გავხსენით ერთი კერხერ-ცენტრი და აღსანიშნავია, რომ ბრენდი ცნობილი იყო. ანუ ეს საკერხერება სიტყვა, ეს ბევრ რეგიონში არ არის ასე ცნობილი. და უნდა აღვნიშნოთ, რომ საიდან მოვდივართ, ხო? 25 წელია ჩვენი დილერი იყო და არის დღეს საქართველოში მას შემოიტანა 98 წელს პირველი კერხერი გერმანიიდან. რაც მისასალმები და ყოველთვის აღვნიშნავ ხოლმე, რომ ისტორია უნდა გვახსოვდეს, საიდან მოვიდა, ესეც იდან არ ჩამოვიდა. 98 წლიდან უკვე 98 წლიდან ოფიციალური დილერი არსებობდა, რომელიც რა თქმა უნდა სხვა ბრენდსაც ყიდის დღეს და მაგის პრობლემა ნამდვილად ჩვენ არასოდეს არ ქონია. პირიქით მისასალმებელია, რომ მათი დამსახურები და გერმანიის დახმარებით, რა თქმა უნდა, მათ ბრენდის პოპულარიზაცია მოახდინეს. თუმცა ჩვენ რა გავაკეთეთ, რატომ გახდა საჭირო წარმომადგენლობა? იმიტომ რომ რესურსულად ჩვენ მეტი საშუალება გქონდა, როგორც ოფიციალურ წარმომადგენლობას, ახალი პროდუქტები რო გამოდიოდა იმის ლოუნჩი, იმის ცნობადობა, სოციალური პასუხისმგებლობა და თვითონ ისეთი აქტივობები, რომელიც პარტნიორს მეტნაკლებად შეუძლია, ხო ხდებით? ამიტომ როგორ დავიწყეთ ეს 10 წელი უკვე ყოველდღიური გამოწვევები იყო, მაგალითად არ იყო გამართული ლოჯისტიკური სისტემა, არ იყო თვითონ პროგრამა, არ ქონდა გამართული საბანკო გადარიცხვები, ასე შემდეგ ბუღალტერია, IT, არაფერი არ ქონდა ფაქტიურად. ყველასთან გვიწევდა ახლიანდა კონტრაქტება, გვიწევდა ახლის მოძიება, პროცესების დახვეწა, იმიტომ რომ გერმანელი ვერ ჩამოვიდოდა და ყველაფერს, რა თქმა უნდა, ბუნებრივია ის ვერ გააკეთებდა. ამიტომ მადლობა ღმერთს, რა თქმა უნდა, აქ აღსანიშნავი არის, რომ ლოიალური მომხმარებელი და მათი ნდობა, რომ გამოგვიცხვადეს და მოგყვებოდნენ ჩვენ სიახლეებში და ბუნებრივია ახალ სიახლეებს და ინოვაციურ პროდუქტებს კარგად იღებდა და რა თქმა უნდა, ქვეყნის ხელშეწყობა იმიტომ რომ ძალიან მოქნილები ვართ, იმიტომ რომ პირველი საქართველოში გაიხსნა, ეს უნდა აღნიშნოს, იმიტომ რომ გერმანია მაინც უყურებს როგორი ინდიკატორები აქვს ქვეყანას და მე ჩვენი და 5 წლის შემდეგ გავხსენით უკვე წარმომადგენლობა სომხეთში და აზერბაიჯანში. სხვადასხვა მახსოვს ბოდიში ჩავერთვები, რო იყო ჩამოსული შარშან, ხო, გენერალური დირექტორი, მან ეს ამასრულებელი, ხო, ჩვენ როდესაც შევდივართო რომელიმე ბაზარზეო, იქიდან აღარ გამოვდივართო რა, და ანუ იმდენად იკვლევენ, ხო, და რა თქმა უნდა. ხო, კერხერი, რომ აი ისეც საინტერესოა სხვადასხვა რა პარამეტრებით იკვლევენ და რატო გადაწყდა საქართველოს მაშინ. ანუ რა იყო ისეთი, რამაც მიაღებინა ეს გადაწყვეტილება. ხო, კარგი კითხვა არის, ჩვენზე დიდი ქვეყნები იყო და იქ არ შევიდა. როგორც აღნიშნე, ინდიკატორები აუცილებლად როგორი არის, აი მაგალითად easy of doing business-ში, მე რამდენი ადგილას ვარ. ამ ინდიკატორებს უყურებენ და პლუს მე აგზავნიან წარმომადგენლობას, წარმომადგენელი ადამიანი ერთი იყო გამოგზავნილი დაახლოებით 1 წლის განმავლობაში სწავლობდა ბაზარს და განვითარებადი ქვეყანა ვართ იმ სტატუსით და ასე შემდეგ დაინახეს პოტენციალი. ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უყურო შენ ერთია ინდიკატორებს და მე რეალურად
რა პოტენციალი არსებობს ქვეყანაში და მოგეხსენება სტუმართ მასპინძლობა პირველი დარგია, ანუ 99% სასტუმროების ბუმი იყო მაშინ, დღესაც და ეს ძალიან გვიხარია. მაშინ როცა დაახლოებით 8-9 მილიონი ვიზიტორი სტუმრობს ქვეყანას და ბუნებრივია სასტუმროები აუცილებლად უნდა ყოფილიყო აღჭურვილი ჩვენი ტექნიკით, იმიტომ რომ ბევრ სასტუმროს პირდაპირ უწერია, რომ რითი უნდა იყოს დასუფთავებული, უწერია კერხერით. სტანდარტში. სტანდარტში უდევს, კი ბატონო. ეს რაც შეეხება საერთაშორისო სასტუმროებს და უკვე ადგილობრივადაც ადგილობრივმა ბრენდებაც ბუნებრივია გაითვალისწინეს მეწილად, რაც ძალიან გვახარებს. და დღეს როგორ უყურებს კერხერის სათაო საქართველოს წარმომადგენლობას? როგორც მაგალითს. ჩვენ ვართ ნამდვილად პიონერი მაგალითები თუ როგორ მოვახერხეთ ის რომ ჩვენ ასე მოკლე ვადაში დავფარეთ რეგიონი, ნუ შევხედავთ ზომას. ჩვენ წარმოვიდგინოთ ქვეყანა თავისი რეგიონები დავფარეთ და რა სიახლოვეს ვართ მოხმარებელთან. ამას უყურებს და ეს არის საზომი, ანუ benchmarks რომ ეძახიან სხვა ქვეყნებისთვისაც. და ჩვენ ვართ პირდაპირი გაყიდვების კომპანია ფაქტიურად, იმიტომ რომ ბევრი ქვეყანა მაინც დილერებით მუშაობს. ნაკლები თავის ტკივილია. ამიტომ ჩვენ ეს თავის ტკივილი ჩვენზე ავიღეთ და თქვით ის რომ კი ჩვენ უნდა ვიყოთ ახლოს მოხმარებელთან ყველანაირად. ანუ ის ეხება კომერციულ ბიზნესს, ანუ B2B-ს თუ B2C-ს, ანუ მოხმარებელთან ყველა ასპექტში, ასე რომ ეს ფორმულა მუშაობს, ამ სტრატეგიამ გაამართლა და ვფიქრობთ რომ წარმატებულები ვართ. კიდევ და კიდევ მადლობა ჩვენს ერთგულ მოხმარებელს, იმიტომ რომ მათი ნდობის გარეშე და აი ამ ღირებულების გარეშე, რაზეც დგას ჩვენი ყოველდღიურობა, გამორიცხული იქნებოდა, რომ ამ ხალხს უღალატო არ შეიძლება აქ სხვანაირად მოიქცე. ნიკოლოზ, შენ როგორ შეცვალა ამ ყველაფერმა ამ წელიწადში? შენ როგორ შეიცვალე? გამზარდა. მეტად დინჯი გავხდია, არ ვიმართებით და აღარ როგორ ვთქვათ, ემოციურად ემოციას გვერდზე, იმიტომ რომ იყო მომენტები, რომ ბიზნეს ემოცია მეტნაკლებად არ უხდება. ბიზნეს ჭირდება მშვიდობა, სიმშვიდე, აქტიურობა, ბუნებრივია, ყოველდღე მე რუტინა არ მიყვარს და ყოფილა რომ ემოციურად მიგვიღია განაწყვეტილებები, რომელიც მე რა თქმა უნდა გვისწავლია რომ არ გვიფიქრია, ანუ მეტი ანალიზი არ გავკეთებია და ასე შემდეგ. ამიტომ გერმანიაც მიხვდა ეხლა რომ ბევრი ანალიზის საჭიროს დრო აღარ არის. და ეს არ ვიცი იყავი იმ დროს თუ არა, აღმასრულებაც დირექტორმაც აღნიშნა რომ ჩვენ გერმანელებს ერთი პრობლემა გვაქვსო. ძალიან ბევრს გეგმავთო. რა თქმა უნდა ხარისხი რომ მიიღო, უნდა დაგეგმო და მაგიტომ ყავთ ხო საუკეთესო მანქანები. მაგრამ აგერ უყურებენ ჩინეთს და რა შვება, არ გეგმავენ ქაოსურად, მაგრამ კი ვხედავთ რაც ხდება მსოფლიოში, რომ ჩინეთი ფაქტიურად ამის თავის ტექნოლოგიებით, რომელმაც მოიცვა დიდ გარღვევას აკეთებს ამ ინდუსტრიაში. მსოფლიო, კი, მართლაც ბრავო მათი. თუმცა გერმანული ინჟინერია მაინც სამაგალი თუ არის, მინდა გითხრათ, კიდევ ვერ დაეწევა დიდი ხანი, დარწმუნებული ვარ ჩინეთი. ასე რომ ანუ ასე ვიქნა. კი, ნამდვილად. 100%-იანი ეს მარტო ჩემი სუბიექტური აზრი არ არის. ამას ამბობს დღეს ბევრი არამხოლოდ ევროპელი, არამედ ბევრი თვითონ ჩინელიც, რომ მივლენ ალბათ როდისღაც იქამდე, მაგრამ დიდი ხანი უჭირდება მაინც. ნიკოლოზ, თქვენი ბრენდი და ზოგადად ესეთი გლობალური ბრენდები ხელმძღვანელობენ ესეთი გაწერილი გაიდლაინებით, სტანდარტებით და ასე შემდეგ, ხო? ალბათ ეს სტანდარტები აძლევს საშუალებას, რომ შევიდეს ბევრ ბაზარზე. ჩვენ ხომ ძალიან უნიკალური ბაზარი ვართ, ხო? ძალიან უნიკალური ქვეყანა თავის უნიკალური ხალხით. იყო ესეთი შემთხვევები, როდესაც ეს სტანდარტები, უბრალოდ ვერ დაადაპტირდებოდა ჩვენთან. აი ესეთი თუ გახსენდება. არა, არ მახსენდება. ანუ აი ჩვენი მენტალობიდან გამომდინარე, ან ასე შემდეგ. არ მახსენდება არანაირად, ჩემ წინა გამოცდილებას თუ გავიზიარებთ. ან არ მუშაობს უბრალოდ ეს სტანდარტი ჩვენთან, აი მაგალითად ესეთიც რო იყოს რა. არ მახსენდება სიმართლე გითხრათ, არა, იმიტომ რომ ჩვენ პირველ რიგში ხალხი, ერი, კულტურა ისეთი ვართ, რომ ჩვენ შეიძლება არ გვიყვარდეს რაღაც სიახლეები, მაგრამ მალე ადაპტირდებით. და ძალიან თან ისე ადაპტირდებით, რომ უფრო უპოვით კარგ კუთხეს. უფრო საინტერესოს გავხდით იმას და
ეს ჩვენი ნიჭი არის სხვათა შორის და მოსულა ნებისმიერი რაღაცა სიახლეის ჩვენ მოგვიფიქრებია რა, ოკეი, ეს სიახლე არის საჭირო, ეს არის დავალება, მაგრამ მოდი ჩვენ ესე გავაკეთოთ, ოღონდ ეს დავალება არ დავკარგოთ, რომ პირობითად იყო რაღაც კამპანია. ეხლა გვაქვს GoFar და კამპანია, რომელიც ეს ეკოლოგიური მიმართულებით მიდის და ჩვენ სხვა იდეა დაგვებადა კიდე რომ როგორ შეიძლება ეს მიიტანო შენს მომხმარებელთან ან საზოგადოებასთან თუ რას ნიშნავს ეს კონკრეტული კამპანია, ეს კონკრეტული მარტო კამპანია, ხო, ამის უკან ღირებულება დევს, ხო, რომელიც პირდაპირ ასოცირდება ეკოლოგიასთან. და ამაზე გვაქვს ახლა მომზადებული ნელ-ნელა ამის კამპანიას დავიწყებ თუ რაოდენ ყურადღებას აქცევს ჩვენი ბრენდი მარტივით რომ დავიწყოთ შეფუთვას. ის რომ მოხდება გარემოში, როგორ ადაპტირდება ის კონკრეტული ყუთი მაგალითად გარემოსთან, ის სითხე არ ვიცი ჩვენ მომხმარებელმა იცის თუ არა, ჩვენი სითხე, ქიმია, რასაც ვეძახი და რასაც მრეცხავთ მანქანას პირობითად, ის რომ მოხდება ყველგან არ რეცხავ სამწუხაროდ. მიწაზე, ხო, სახლში ვრეცხავთ მანქანას. ის რომ მოხდება მიწაზე და ბალახზე, იქ ბალახი ამოდის. არის ქიმია, არ გვინდა, იმიტომ რომ ძალიან ხელშესახები არის, სადაც რამოდენიმე წელი ბალახი არ ამოდის იმ ადგილას. ამისთვის ჩვენ ლაბორატორია გვაქვს ძალიან დიდი ვინენდენში, კერძოდ შტუტგარტიდან ზუსტად 20 წუთის ავაზე. ლაბორატორია, სადაც მილიონები გადაიხადა ბრენდმა და სწავლობს და უშვებს ისეთ ხსნარს, რომელიც ეს თანხwebdriverშია და არის მეგობრული გარემოსთან. მარტივი მაგალითია. მარტივი მაგალითი, აღარ საუბრობ იქ თვითონ აპარატის აქსესუარებზე, აღარ საუბრობ იქ თვითონ იმ ნედლეულზე, რომელსაც ნეკერხერი იყენებს. ნიკოლოს, მე მინდა ისეთი რაღაცას კითხო რა, ანუ ეხლა წარმოებას აწარმოებს რეალურად სხვადასხვა ქვეყნებში, ხო, არა მხოლოდ გერმანიაში. 26 ქვეყანაში. კი. ეხლა მოდი იმასაც მივახციოთ ყურადღება რა ხდება მსოფლიოში, ხო? თუნდაც ეს კონფლიქტები ახლო აღმოსავლეთში, აგრეთვე ყველაფერი არის ჩვენს გვერდით. როგორ ფიქრობ, როგორ უნდა ვიპოზიციონიროთ ჩვენ და თუ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ აი ესეთ გლობალურ ბრენდებს შევთავაზოთ არა მხოლოდ პირობითად ქსელის გაფართოება, არამედ წარმოების დაწყება. ამაზე ჩვენ ადრეც გქონია საუბარი, მე პირადად პრეზენტაცია მაქვს წარდგენილი და პასუხი არის, რომ მათ არ მოსწონთ რამოდენიმე ქვეყანაში, განსაკუთრებით ჩინეთში, ყველაფერი იქ აწარმოა. მით უმეტეს გვესმის, რომ მუშახელი იაფია და ეს მუშახელი იაფია აღარ იქნება რამოდენიმე წელიწადში, გამორიცხულია. ამიტომ მე შევთავაზე აწარმოე საქართველოსდან გამოვითხოვე პრეზენტაცია და ძალიან კარგი პირობები გვაქვს იმისთვის, რომ თუნდაც ერთი აქსესუარი ქვეყანაში ვაწარმოოთ. ხო, ეს უკვე და მინდა გითხრათ, რომ არც თანხმობა მაქვს, არც უარი, მაგრამ რამოდენიმე წელიწადში დარწმუნებული ვარ, რომ ეს სიახლე გვექნება. ანუ შესაძლოა ვიქივარ. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ არის ისეთ ქვეყანაში წარმოებები, ახლა არ დავასახელებ, სადაც ბევრად ძვირია მუშახელიც, ბევრად ბიუროკრატია არის და არ არის ხელშეწყობა მთავრობისგან. ამიტომ ჩვენ ქვეყანაში ნამდვილად გვაქვს ისეთი ზონებიც, იცი ხო, ის თავისუფალი ზონები, სადაც ფაქტიურად არაფერს არ იხდის, თუ ექსპორტზე გავუშვებ პროდუქციას. ამიტომ მე როგორც ქართველი, რიგითი და ჩემი ქვეყნის გულშემატკივარი ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მოვხიბლო ეს კომპანია, მენეჯმენტი და ბორდი, რომ თუნდაც ერთი აქსესუარი ვაწარმოოთ ნებისმიერ ადგილას საქართველოში. ეს იქნება ძალიან დიდი გარღვევა, რომ სხვა ბრენდები, სხვა კომპანიები შემოვიდნენ ქვეყანაში და გქონდეთ თავიანთი წარმოება. მაგარია და Made in Georgia. Made in Georgia ეწერეთ, რა თქმა უნდა, ეგრემო დიდი სიამაყე. ანუ ეს იგი აი ჩვენ გვაქვს ის როგორც მე მივხვდი, ანუ ჩვენ გვაქვს ის ასე ვთქვათ შესაძლებლობები, რომ შევთავაზოთ გლობალურ ბრენდებს, რომ დღეს ასე ვთქვათ მოვიზიტოთ ეს. რა თქმა უნდა 100%-იანი და რო ჩაიხედავთ, მე შემიძლია გაგიზიაროთ, რო ჩაიხედავთ, რას გვთავაზობს, რას თავაზობს ქვეყანა, საოცარი პირობები არის, საოცარი ხელშეწყობა არის ნამდვილად. როგორ უნდა მოვიწვიოთ ეს გლობალური ბრენდები აქ? ხო, გავაგებინოთ ამის შესახებ. ხო, მე ცოტა უძლური ვარ ამ მიმართულებით, მე შემიძლია ჩვენს ბრენდზე ვისაუბრო, მაგრამ ხო, მეტი კამპანია საჭირო ალბათ, სერგო, არ ვიცი, გამოფენები ალბათ, ან რაღაცა ერთობლივი ღონისძიება, სადაც გონია რომ მარტო კერძო სექტორი არა აქ უფრო. რა თქმა უნდა, სახელმწიფო ჩართული უნდა იყოს, რა თქმა უნდა, რომ
გაკეთდეს ისეთი ნეტვორკი, ისეთი გამოფენა თუ ჩვენება, არ ვიცი, სადაც ეს ყველაფერი იქნება გაშლილი. საოცარი პირობებს თავაზობს მართლა, გადასახადების შეღავათი, თვითონ წყალი, ელექტროენერგია, ანუ ბევრი ისეთი შეღავათია, რომელიც მომხიბვლელია ნამდვილად. ძალიან დიდი იმედით ვიქნებით, რომ მართლა მალე გაჩნდება ესეთი წარმოება და მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება სამაგალითო და უკვე კერხერის შემდეგ მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი კომპანია კიდე გადაწყვეტს აქ შემოსვლას და წარმოების გადმოტანას. დარწმუნებული ვარ. ნუ შეიძლება გადმოტანას არა, მაგრამ დამატებას წარმოების. არ შემილია არ შევეხო დღეს თანამედროვე სამყაროში AI-ს, ხო, ხელოვნურ ინტელექტს. როგორ უყურებს ამ ყველაფერს კერხერი? რამდენად იყენებს ზოგადად გარკვეულ პროცესებში, ხო, იყენებს წარმოებაში. მე ვიცი რომ უკვე თქვენი პროდუქციაც უკვე გარკვეულწილად, ანუ ხაზი გაქვთ უკვე სრულიად ავტომატიზირებული, სადაც თავისით ასე ვთქვათ, ყველანაირი ადამიანის ჩარევის გარეშე მუშაობს. შენი აზრიც მაინტერესებს, ბუნებრივია და ამ შემთხვევაში მიდგომა თვითონ კერხერის, როგორ უყურებს ამ ყველაფერს. პირდაპირ მინდა გითხრათ, სერგო, რომ დავალება გვაქვს, რომ Google-ზე ვართ გადასული და Gemini არის მისი დავალება გვაქვს და ტრენინგები გვიტარდება თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ და ეს აუცილებლობა არის რომ გამოვიყენოთ. ანუ ეგ არ ნიშნავს რომ წერილი დაგიწეროს. თუმცა კარგად წერს წერილს, პრობლემა არ არის, მაგრამ მაინც ისეთ საქმეს აკეთებს, რომელ საქმესაც მოკლე დროში თავისთავად ვერ გავაკეთებდით და ძალიან ძვირი დაგვიჭირდა. მაგალითად, ჩვენი რობოტი ქართულად საუბრობს. ვისი დახმარებით? ანუ აპარატზეა საუბარი. აპარატზეა საუბარი. აი, დიასახლის რო იყიდის მეუღლე რო აჩუქებს თავის მეუღლეს აპარატს, მოლაპარაკე ქართულად საუბრობს. მართლა გეუბნებით. ანუ ეს გააკეთა იან. არც მოიწყენ. არ მოიწყენ, კი ბატონო, ნამდვილად. და თან გამართულად საუბრობს და ეს გააკეთა ამ ხელოვნურმა ინტელექტმა. აპლიკაცია არის, რომელიც პირდაპირ მიეთითა რომ ისაუბრე ქართულად, საუბრობს ქართულად. კიდე სხვა ენაზე ისაუბრებს, ყველა ენაზე ისაუბრებს. რა ხო არ ხედავ მაგალითად აი წარმოების პროცესში, ან კიდე სხვა პირობითაც სხვა დეპარტამენტების მიმართულებით, ხო, რომ ეხლა ხო გვესმის ყველგან, რომ ადამიანს ჩაანაცვლებს თუ არ ჩაანაცვლებს, ხო? მე ეხლა დარწმუნებული ვარ, გარკვეულწილად უკვე იმდენად ავტომატიზირებული წარმოება აქვს კერხერს, თუმცა, ნუ, გასაგებია, რომ ამის ავტომატიზაცია, კიდე უფრო ავტომატიზაცია და სრულად ავტომატიზაცია, ალბათ, ნუ ძალიან საინტერესო იქნებოდა, მაგრამ როგორ უყურებს ამას, რომ ანუ ადამიანების როლი ნელ-ნელა გადაინაცვლებს ხელოვნურ ინტელექტთან. არავითარ შემთხვევაში. პირიქით მეტი ადამიანი დაგვჭირდება და ამიჯერეთ, ამას მე არ ვამბობ, ხოლო ამას ამბობენ ექსპერტები მსოფლიო მასშტაბით, ხო? ჩვენ ახლა საქართველოზე არ ვსაუბრობთ. რა თქმა უნდა. და რატომ? აი მაგალითისთვის ჩვენ გვყავს ახლა უკვე ოჯახის წევრივით ქირა 50, რომელიც გავყიდეთ წარმატებით და ჩვენი მოხმარებელი ბედნიერია. ანუ რობოტია თავისთავად 1 საათში ალაგებს 2000 კვადრატულ მეტრს, უყურებს გერმანია, უყურებს საქართველოს სერვისი. და თვითონ მოხმარებელი ოფისიდან. ნახეთ ახლა რას აკეთებს ის ოპერატორი, რომელიც პირობითად იმ აპარატზე უნდა მჯდარიყო, ვერ იშოვა კომპანიამ და ინვესტიცია განახორციელა რობოტში, რომელიც დადის და თავის ლოჯისტიკურ კომპანიას, ახლა ლოჯისტიკა შეგაყიდული, მაგრამ თუმცა შეუძლია ნებისმიერი ფართი უბრალოდ სართულებზე ვერ დადის რა, ყველა სართულზე ვერ ჭირდება და ამის smart სისტემაც არსებობს. დადის და ეხლა იმ კომპანიას ჭირდება ინჟინერი, რომელიც კი არ იქნება ოპერატორი კონკრეტულად და რომელსაც ვერ შეურობს. არამედ ეხლა ჭირდება ინჟინერი, რომელიც მის სერვისს და მომსახურებას გაუწევს რაღაც პერიოდში, ხვდებით? ანუ პროფესიები შეიცვალა. გეტყვი, კი. და ეს პროფესიები არის ყველაზე მოთხოვნადი დღეს მსოფლიოში. როგორც კომპანიებში, ასევე ჩვენ ხო საერთოდ გვჭირდება, იმიტომ რომ ჩვენც გვიჭირს ტექნიკოსი იმ კუთხით, რომ ეს აპარატი შეაკეთოს, ვასწავლეთ, გვაქვს ორი აზრი არ არის, მაგრამ ამ ტექნიკოსმა ახლა ინგლისური უნდა ისწავლოს, ალბათ ჩინურიც მერე და ასე შემდეგ. ამიტომ აი ეს პროფესიები შეიცვალა, თორე ადამიანის რაოდენობა არ შეცვლილა, პირიქით მეტი დაგვჭირდება. ოღონდ პროფესიები შეიცვალა, რომელიც უკვე თანამედროვეა, ვფიქრობ, იმიტომ რომ სწორიც არის, ახლა მალე რატომ უნდა იყოს ქუჩაში ადამიანი, რომელიც აიღებს ბუნკერს. ის უსაფრთხო გარემო, ის თვითონ პოზიცია, ის სისუფთავესთან ხო არ არის
ესთეტიკური არ არის უსაფრთხო ნამდვილად. ამიტომ ჯობია რომ მან რობოტი გააკეთოს, მაგრამ რობოტს ინჟინერი ჭირდება. ხოლო წარმოგიდგენთ, ქუჩაში მივიდივართ, ორი რობოტი მუშაობს, მაგრამ იმას ყოველდღიური აპდეიტი, ყოველდღიური ყურადღება ჭირდება, ოღონდ დისტანციურად. მე არ მინდა რომ ეს ცოტა გადაუხვეთით ემოს. არა, პირიქით რა, ანუ ძალიან ისეთ სერიოზულ აპარატზე საუბრობ შენ ახლა ამ წამს ხო, ამ კირა 50 200-იც არის ახლა და გამოყენების 2500 კვადრატზე გათვლილი და ფაქტობრივად ადამიანის გარეშე მუშაობს. და კირა 200-იც ყავს, საქართველოში არ არის, მაგრამ მაგერ თურქეთში გაიყიდა გუშინ 200-ია, რომელიც დაახლოებით 10000 კვადრატს ალაგებს, ავტომატიზირებული, თვითონ მიდის, თვითონ იცვლის წყალს და მოკლედ საქართველოში არის მაგის მოთხოვნა? ჯერ არა. ჯერ მოხმარებელმაც არ იცის. ეხლა ამას უფრო გავაშუქებთ, რომ დავანახოთ, იმიტომ რომ იცით რა, ჩვენ პროდუქტს არ ვყიდით რა. ჩვენ ვყიდით solutions, ანუ მთლიან business service ვყიდით რა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. გაყიდვის შემდეგ შევდივართ უკვე ჩვენ მაშინ მოხმარებელთან კომუნიკაციაში. არის კომპანიები, რომ გაყიდვამდე შედის კომუნიკაციაში, გაყიდა და всё, კარგად იყავ. არა, ჩვენ პირიქით ვართ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, საერთოდ რომ ჩვენმა მსმენელმაც კარგად გაიგოს, რომ აი ახლა იწყება უკვე მასთან ურთიერთობა. და არა მანამდე. მანამდე რა თქმა უნდა, ვაჩვენეთ, ავიღეთ პასუხისმგებლობა, რომ ეს იმ საკითხებს გააკეთებს, ძალიან მოსწონს. ამიტომ ვნახოთ, თავარი არის, რომ ბიზნეს მოეწონოს და ამართლებს იმედებს და რა თქმა უნდა 200-ის საშუალებაც არის რომ გაიყიდოს. მოთხოვნა ჩვენ უნდა შევქმნათ, ამის თქმა მინდა. და კიდე არის საუბარი პატარა ვარიანტზე. აი წარმოიდგინეთ პატარა მაღაზიაში შევდივართ, სადაც უკვე ძალიან ბევრი არის, არ ვიტყვი სახელებს, სადაც ყველასთვის ცნობილი არის, უბნის მაღაზიებში. და უბნის მაღაზიებში თაროების გარშემო არის მუდმივად ხან წვიმიანი ამიდია და არის ჭუჭყი. და ადამიანი არ არის ახლა იმან თავისი შიფტი დაამთავრა 24 საათიანი ის მაღაზია პირობითად და აღარ არის ხო ის მსმენაში. მაშინ როცა ჩვეულებრივად დისტანციურად შეგიძლია ჩართო და ღამე იმუშაოს ან დღე იმუშაოს, რომელიც ჰიგიენურია, ჩვენ საჭმელს ვყიდულობთ, იქ ხო სწორია და უნდა იყოს მუდმივად სისუფთავე. ეს თვითონ ბრენდზეც კარგად აისახება, სადაც შევდივართ და მოხმარებელზეც ხო თავისთავად. ნიკოლოზ, არ შემიძლია არ აღვნიშნო ამ შემთხვევაში შენი გუნდი, ხო, აქ საქართველოში. მაინტერესებს, ანუ რა არის ის კრიტერიუმები რეალურად, აი რითაც ნიკოლოზი აფასებს თუნდაც, ხო? ამავდროულად, თვითონ კერხერიც უნებრივია, იმიტომ რომ შენ ამ შემთხვევაში ატარებ ამ ფილოსოფიას, ხო? ჩვენ გვაქვს, კარგი კითხვაა, სერგო, მადლობა. ღირებულება და რომელი ღირებულებაც პირველით იწყება trust, ანუ ნდობა. და ეხლა ნდობა გამოუცხადო ადამიანს ბუნებრივია ესე არ მოდის, ხო? ამას სჭირდება დრო. და ჩვენ პირველი მაგალითი უნდა ვიყო. მე თუ არ მივეცი მაგალითი, role models რომ ეძახიან, მე თუ არ მივეცი მაგალითი, თუნდაც ოჯახის წევრს, მე ვერ მოვიპოვებ ნდობას, ხო, სწორია. იგივე არის სამსახურშიც, ანუ მე ვუცხადებ ნდობას და ოღონდ ამას ვახორციელებ და ეს აისახება ყოველდღიურ საქმიანობაში. იყო შემთხვევები, როდესაც აი, რა ვიცი, პროფესიონალი არა იყვანე იმის გამო, რომ აი ეს ფაქტორი ვერ დააკმაყოფილა ნდობის. მე ყოველთვის ვიზახი, რომ შუბლზე არ აწერია არავის. რა თქმა უნდა იყო, რა თქმა უნდა. ანუ საკმარისია პროფესიონალი იყოს? არა. არა და გეტყვი რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ველოსიპედი შექმნილი გვაქვს და არ ვიგონებთ ახალს. ჩვენ თუ არ იცის ადამიანმა ვასწავლით. და ამაში ჩვენ ვდებთ ძალიან დიდ თანხებს. როგორც ადგილობრივ ტრენინგში, ისე საერთაშორისო ტრენინგში და მივლინებები და ასე შემდეგ. ანუ ყველანაირად ვასწავლით იმ ყვითელ სივრცეს, ყვითელ სისხლს ვეძახით ჩვენ, რაც უნდა იმას დრო აქვს და ეს არ ხდება ერთ დღეში, ორ თვეში და სამ თვეში, ხო? ვასწავლით, ვუცხადებ ნდობას და ვიღებთ როგორც ოჯახის წევრს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ ყველაფერს რომ გადავდგავთ ნაბიჯს, იქიდანაც გადმოიდგას ნაბიჯი. თუ ეს ნაბიჯი არ იქნება გადმოდგმული ისე როგორც ჩვენ ვასწავლეთ, ბუნებრივია ვემშვიდობებით. და მადლობა ღმერთს, რომ იცით 0.00 რაღაც როტაცია გვაქვს რეიშიო ამ თანამშრომლის გადინების. მაგარია. ჩვენ ფაქტიურად თანამშრომელს არ უშვებთ სამსახურიდან. მივყვებით ბოლომდე და ვასწავლით. იცი, აყვანა უფრო რთულია თუ გაშვება შენი აზრით.
აყვანა. ხო? არა, ბოდიში გაშვება. ბოდიშს მოვიხდი, გაშვება. რთულია დღეს. დღეს ეგეთი რეალობაა, მაგრამ მადლობა ღმერთს, სხვათა შორის გუშინ ორი დავასაქმნეთი. ისეთი საოცარი ადამიანები, პატარა ტესტიც ტექნიკოსი სხვათა შორის, თუ შეიძლება რომ ვახსენო. რა თქმა უნდა. ტექნიკოსმა ტესტი დაწერა 100%-დან 99 იყო სწორი. ანუ ხო ხდებით ეს გერმანელების მიერ შემუშავებულ ტესტი. ხო. და საქართველოში რა. და ქართველი ბიჭი, 20 წლის ბიჭი. და მე ვთქვი რომ ესე იგი საქართველოს არ გადაშენდება, მომავალი უეჭველი აქვს და ესეთი ხალხი გვიმრავლოს ღმერთმა. ძალიან გაგვაოცა ყველა და რა თქმა უნდა უსურებ წარმატებას ამ ახალგაზრდა ბიჭს, რომელიც ტექნიკური ქონა დამთავრებული 20 წლის და უყვარდა ეს, იმიტომ რომ ტესტი რატომ გვაქვს, იცი სერგო, რომ მსმენელმა მაინც სწორად გაგვიგოს. წყალთან და სამფაზასთან გვაქვს საქმე. ხო წარმოგიდგენია იქ თუ რაღაც არასწორად და არიცი შენ ამ კვალიფიკაციასთან დენთან და ამ ფიზიკასთან მინიმალურთან არ გესმის არაფერი. ცოტა მაინც არ გაგება, რთული არის რომ იქ ხო შეიძლება რამ ბედურება შეიძლება მოხდეს. ამიტომ ძალიან ფრთხილად ვუდგებით ამ საქმეს. ნიკოლოზ, ახლა ხანს თუ არ ვწდები 7 აპრილს, ხო? თქვენ გქონდათ ესე 7 მაისს. 7 მაისს ბოდიში. არა, ბოდიში, 7 მაისს არა, ეხლა გქონდათ თქვენ გახსნა ახალი 7 აპრილს ეხლა, შარშან 7 მაისს კი ბატონო, კი ბატონო. ხარება დღეს. კი, და ესეთ სიახლით მოკლედ გაახარეთ რა, ანუ თბილისის მაცხოვრებლები რა და გახსენეთ კიდევ ერთი ახალი ფილიალი, რომელზეც მინდა რომ შენ ისაუბრო და დავაანონსოთ ეს ყველაფერი, სად მდებარეობს, რა ელოდება მან სერვისით, შოურუმით და ასე შემდეგ. კი ბატონო, მადლობა კითხვისთვის. 7 აპრილს ხარება დღეს, მანამ სანამ ეს სააღდგომო დაცარიელება მოხდებოდა ქალაქში, კი სწრაფ რეჟიმში განვახორციელეთ და გავხსენით აღმაშენებლის ხეივანზე 193 ნომერში კიდევ ერთი მაღაზია. კერხერ ცენტრი მაღაზია, სადაც რის გვერდზეც იქნება ოქტომბერში უკვე სერვისი. ანუ ჩვენს მოხმარებელს რა უნდა? ჩვენს მოხმარებელს უნდა ერთი ფანჯრის პრინციპით ტექნიკაც შეიძინოს და პარალელურად იმავე ლოკაციაზე კონდეს სერვისიც. ანუ თუ რამე დაემართა აპარატს, ბუნებრივია, მშვიდად მოვიდეს და ეს სერვისი მიიღოს. ამიტომ გადავწყვეტეთ, რომ ვიქნებით ერთად. სერვისი და მაღაზია. ეს უკვე რიგით მე რამდენი ფილიალია საქართველოში? მერვე ფილიალი. მერვე მაღაზია არის, კი ბატონო, და ბელიაშვილზე, სადაც ახლა ვართ ჩვენ, ოფისიც გადმოვა აღმაშენებლის ხეივანზე 193 ნომერში. ასე რომ გავერთიანდებით, ყველა ერთად ვიქნებით და ვფიქრობ, რომ ეს უფრო უპრეანი იქნება ჩვენი მოხმარებლისთვის და ძალიან კარგი. ასე რომ ეს სიახლე გვაქვს. ნიკოლოზ, სამწუხაროდ დრო აღარ მაძლევს საშუალებას რომ გავაგზავნო და არასოდეს არ მყოფნის შენთან ეს დრო და აუცილებლად კიდევ გადავდებთ ჩვენ, კიდევ ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი თემა მქონდა, რომელზეც მინდა აუცილებლად შენთან ვისაუბრო. ძალიან დიდ მადლობას გიხდი სტუმრობისთვის. როგორ მოგეწონა ესე ზოგადად ეს ფორმატი? არ ვიწყენ არც მე შენთან საუბრით. ძალიან კარგი ფორმატია, უსურებ წარმატებებს. და დარწმუნებული ვარ, ისეთი ნიჭიერი კაცი ბრძანდები, რომ დიდი მომავალი უწერია ამ პროექტს. მადლობა ნიკოლოზ, თქვენთან ერთად. გაიხარეთ. მე კი ამით დღეს დაგემშვიდობებით, ძვირფასო რადიოსმენელებო და Facebook, YouTube და TikTok მაყურებლებო. ჩვენ უკვე შევხვდებით მომდევნო ხუთშაბათს, ეს იყო Business Space-ი, საქმიანი პოდკასტი, სადაც საუბრობთ ბიზნესზე, ისე როგორც სინამდვილეშია.